მოსწავლეების კივილი ნახიჩევანის სკოლიდან ისმის. სოფელ შექერბადის სკოლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში შუადღეს კამიკაძე დრონი ჩამოვარდა. თუმცა ეს დღეს ნახიჩევანში დრონებით ერთადერთი თავდასხმა არ იყო. დრონი დაეცა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობასაც. თავდასხმისას შენობა დაზიანდა. კადრებში ჩანს, რომ ჭერიდან ნაწილებია ჩამოყრილი. სულ ნახიჩევანის ტერიტორიაზე 4 უპილოტო დრონი ჩავარდა. ერთი აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა, დანარჩენებმა კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ექიმების განმარტებით 2 მათგანს ქალატვინის ტრავმა აქვს. თუმცა ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდასხმაზე აზერბაიჯანში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აზერბაიჯანული მხარე მომხდარზე პასუხისმგებლობას ირანის ისლამურ რესპუბლიკას აკისრებს. პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მიიწვია. ილჰამ ალიევმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. მისი თქმით, ამის ჩამდენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ირანის სახელმწიფომ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას ესროლა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ირანმა მშიშრულად ესროლა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტს, ტერმინალის შენობას, სკოლას და სხვა მიმართულებებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ ამაზრზენ ტერორისტულ აქტს. ვინც ეს ჩაიდინა, დაუყოვნებლივ უნდა მიეცენ პასუხისგებაში. ირანულმა ოფიციალურმა პირებმა უნდა განმარტონ, ბოდიში მოუხადონ აზერბაიჯანულ მხარეს. ამ ტერორისტული აქტის ჩამდენების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა დაექვემდებარონ. ვისაც ჩვენი ძალების გამოცდა სურდა, რკინის მუშტით გავუხეთქეთ თავი. დღევანდელი ინციდენტი ასეთსავე შედეგამდე მიგვიყვანს. აზერბაიჯანი მომხდარზე საპასუხო ზომებს ამზადებს. ქვეყნის შეიარაღებული ძალები პირველი რანგის მობილიზაციის მდგომარეობაშია მოყვანილი. ქვეყანამ სამხედრო ძალები ირანის საზღვართან გადაისროლა. საზღვარზე განალაგეს ასევე დრონებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამიზნეების საწინააღმდეგო სისტემები. სამხედროებს გაუუქმდათ შვებულებები. თავდაცვის სამინისტრო მიუღებელს უწოდებს ირანის შტაბის მხრიდან უპილოტო აპარატებით თავდასხმის შესახებ უარყოფას. უწყება ბოდიშის მოხდასა და შესაბამისი ირანელი პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნახიჩევანში მომხდარი პასუხის გარეშე არ დარჩება. თავდასხმა ირანმა მომხდარიდან მალევე უარყო. განცხადება ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აზერბაიჯანულ ტელეარხთან გააკეთა და მთავარ სამიზნეებად შეერთებული შტატები და ისრაელი გამოაცხადა. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს მიზანში არ ვიღებთ. ჯერ უნდა გამოვიძიოთ ეს ინციდენტი. ირანის პოლიტიკა არ არის, რომ მეზობელ ქვეყნებს დაესხას თავს. თუ იქ არ არის ჩვენი მოწინააღმდეგეების სამხედრო ბაზები და გამოიყენება ირანის წინააღმდეგ. პარალელურად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი, რომელსაც ახსნა განმარტებები მოსთხოვეს და მკაცრი პოზიცია გამოუთქვეს. ქვეყნის საგარეო უწყებამ მომხდარი მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ თავდასხმის განმეორების შემთხვევაში პასუხს გასცემს. კაცრად ვგმობთ ამ დრონებით თავდასხმას ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც დასრულდა აეროპორტის შენობის დაზიანებითა და 2 მშვიდობიანი მოქალაქის დაშავებით. ეს თავდასხმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო კანონის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას და ემსახურება რეგიონში დაძაბულობის გაზრდას. ჩვენ მოვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოს ცხადი განმარტება შემთხვევასთან დაკავშირებით, აწარმოოს შესაბამისი გამოძიება და მიიღოს საჭირო სასწრაფო ზომები იმის უზრუნველყოფად, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდება. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები. თავდასხმების მოსალოდნელ შედეგზე ირანს აფრთხილებს თურქეთიც. ირანული ბალისტიკური რაკეტა გუშინ თურქეთის ტერიტორიაზეც ჩავარდა. თუმცა მისი განეიტრალება სამხედრო ძალებმა ნატოს დანაყოფების ჩართულობით მოახერხეს. ირანმა ეს თავდასხმაც უარყო და თქვა, რომ რაკეტა სხვა მიმართულებით მიდიოდა და კურსს ასცდა. ანკარაში კი ირანის ელჩი დაიბარეს და ახსნა განმარტებები მოსთხოვეს. ამ რთულ დღეებში, რომელიც ჩვენს რეგიონს დაუდგა, არასდროს ვტოვებთ ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას შემთხვევითობის იმედად. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან. ვიღებთ ყველა საჭირო ზომას და დაუყოვნებლივ ვახორციელებთ საჭირო ჩარევებს. ჩვენ ასევე ვავრცელებთ ჩვენს გაფრთხილებებს ყველაზე მკაფიოდ, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ინციდენტების გამეორება. რეგიონში განვითარებული პროცესების გამო უსაფრთხოების საბჭო მიიწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანმა შესაბამისი დავალებები გასცა. ნახიჩევანში მომხდარი თავდასხმა დაგმეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროპულმა ქვეყნებმა. აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელმა. მომხდარი დაგმო სირიამაც.